სიხარული აქვს რესტორანს, საკვებ ობიექტებს, ბიზნესში, ტურიზმში, გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაში და დღეს გვყავდა მოწვეული საუკეთესო ბრენდ შეფები, რესტორნის მმართველები, წარმატებული რესტორნები როგორ ფუნქციონირებენ და ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. ასევე აი ასეთი შეხვედრები ცოცხალ, მოქმედ, წარმატებულ ბიზნესთან ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას ამ სფეროში. დღეს სხვა შეფებთან ერთად ვისაუბრე თუ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი არის და იყო ჩემი და სხვა კულინარიული შოუების არსებობა საქართველოს ტელესივრცეში, რამე თუ ამ შოუებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ სარესტორნო სფეროს განვითარებაში, არამედ ზოგადად თვითონ მომხმარებლების განვითარებაში და დამოკიდებულებაში რესტორნების და ქართული გასტრონომიის მიმართ. ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობას რაღაც мотиваცია გაუჩნდეს ამ სფეროში საქმის კეთების. ძირითადად გავამახვილეთ ყურადღება იმაზე რომ მთავარი გამტარი ჩამოსულ სტუმარსა და ქვეყანას შორის არის რესტორნები ხშირ შემთხვევაში. ჩვენც რომ მივდივართ უცხოეთში, პირველი ალბათ ყველანი ვსტუმრობთ რესტორანს და რესტორანში არა მხოლოდ საჭმელად მივდივართ იმისთვის, რომ გავეცნოთ კულტურას, ადამიანების, იქაური ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურობას, როგორ იქცევიან რესტორნებში, როგორ ეურთიერთებიან ერთმანეთს და ზოგადად რა სჭამენ, ხო? ეს ძალიან ბევრს გვეუბნება ხოლმე ამ ადამიანებზე და მათ წარსულზე და მათ აწმყოზე და ზოგადად მათ კულტურაზე და ჩვენთანაც ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება, სხვა თუ არაფერი სწორედ ამ საქმისთვის, ხო, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოვიზიდოთ ინვესტიციები, შემოვიდნენ ბევრი სტუმრები და ტურისტები ქვეყანაში. ძალიან საინტერესო კითხვები იყო, ძალიან სწორი აქცენტები დაისვა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით სარესტორნო სფეროში, რაც იმის იმედს მიჩენს, რომ მომავალი თაობა, მომავალი რესტორატორები და მომავალი ბიზნესმენები, ვინც გადაწყვეტენ რესტორნის გახსნას, უფრო მზად და მობილურები იქნებიან.